თვითკმაყოფილება არ არის ქედმაღლობა. ეს საკუთარი ძალის აღქმის ტკბილი მომენტია. ბევრ ჩვენგანს ასწავლეს, რომ თავმდაბლობა საკუთარი ძალის დამალვა და დაკნინებაა. და თუ მას აღიარებ, ეს ეგოისტური სიამაყეა. ამ გზით ეგოისტური სიამაყე გაიგებებულია თვითკმაყოფილებასთან არადა. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამეა. ერთია ეიფორიული ძლიერი ემოცია, რომელიც ამბობს, რომ მე შენზე უკეთესი ვარ, და მეორე არის მშვიდი კმაყოფილება საკუთარ ძალასთან შეხების დროს. და ამ დროს შენ ხედავ საკუთარ თავს. ხედავ შენს მიერ განვლილ გადალახულ სირთულეებს, პროგრესს. შედარების წერტილი შენი გუშინდელი და დღევანდელიმეა, სადაც შენ აღიქვამ, რომ გამოგივიდა, რომ შეგიძლია და იმ მომენტში, როცა პატარა შინაგან მზიმს განიცდი იმის გამო, რომ ხედავ რა გამოგივიდა და რა შეძელი, ეს გეხმარება, რომ შენს მიზნამდე სავალ გზაზე, თუ ზოგადად ცხოვრების გზაზე უფრო თავდაჯერებული იყო, ამიტომ ნუ გაექცევი თვითკმაყოფილებას იმის გამო, რომ სადღაც დაიჯერე, რომ ეს ეგოისტური სიამაყეა და ცუდ ადამიანად გაქცევს. პირიქით მიიღე საკუთარ თავთან კომუნიკაციის ეს ჯანსაღი ფორმა, იმიტომ რომ ის საშუალებას გაძლევს კონტაქტში იყო საკუთარ უნარებთან და რეალურად მხოლოდ მაშინ შეგიძლია სიკეთე მოუტანო საკუთარ თავს და გარემოსაც, როცა გარკვევით იცი, რაშია შენი ძალა.